მოკლედ უკვე დღე არ გავა რომ რაღაც სამწუხარო ამბავი არ გავიგო და ეს მომდენო სამწუხარო ამბავი უკავშირდება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოვიდა ორი პოლიტიკური მარიონეტი. აი ხედავთ სურათ ჩემგან ხელმარჩნივ, ერთი არის პრეზიდენტი ალ-შარა, ყოფილი ალ-ქაიდას თაოსანი, ამჟამად დასავლეთის მიერ აღიარებული როგორც სირიის მთავარსარდალი და პრეზიდენტი, ხოლო ხელს ართმევს ცნობილ სახალხო არტისტსა და ჯამბას ვოლოდიმერ ზელენსკის, რომელიც იმყოფება ომში და რომელიც გაეროს მთავარი ტრიბუნიდან აკრიტიკებს საქართველოს და ამბობს, რომ ჩვენ უკვე დავკარგეთ საქართველოს ევროკავშირში, საქართველო დამოკიდებულია რუსეთზე. ანუ ომში მყოფი ქვეყანა, რომელსაც აქვს არაერთი გაჭირვება, უბედურება და რაღაც, ანუ ცალია იმისათვის, რომ გაეროს ტრიბუნიდან, სადაც ყველა ქვეყნის დელეგაცია იყო თითქმის ჩასული, ფიქრობს საქართველოსზე, ვიდრე უკრაინაზე და თან იმასაც ამბობს, რომ მოლდოვაში ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, იმიტომ რომ მანდაც რუსული რეჟიმი ამყარებს საკუთარ გავლენებს. მოკლედ მეგობრებო, დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამ პოლიტიკურ ჯამბაზე, უნდა სარკასტულად უნდა შევაფასოთ დასავლეთის მიერ აღიარებული ისეთი მარიონეტები, რომლებიც ამჟამად ქმნიან პოლიტიკურ მეინსტრიმს, ასე რომ დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. გაუზიარეთ ვიდეო მეგობრებს, ასევე გამოყევით ახალ ინსტაგრამზე და თუ გსურთ რომ არხს განვითარებაში დაეხმაროთ, აღწერაში მითითებულია დონაციის ლინკები. მოდი ახლა გადავიდეთ ჩვენს დღევანდელ ვიდეოზე. მოკლედ, როგორც გითხარით, პრეზიდენტი ალ-შარა, მოდი გადავიდეთ, რომელიც აღიარა დონალდ ტრამპმაც, პრეზიდენტმა მაკრონმა და მთლიანმა დასავლეთმა, იყო ჩვეულებრივი ალ-ქაიდას ტერორისტი. რომელზეც გაცემული იყო 10 მილიონი ჯილდო. მოდი ახლა განახებთ ამ ყველაფერს. აგერ აი პირველი ოფიციალური შეხვედრა. ცნობილი ფუსი. ეს არის აი საუბარი მუჰამედ ალ-ჯავლენი, ეს არის მისი ტერორისტული ფსევდონიმი იყო, მე გადაიგეთა და ალ-შარა გახდა, რომელზეც იყო 10 მილიონი ჯილდო. ანუ წარმოგიდგენიათ, 10 მილიონი ქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ცოცხალი ამ მკვდარი რო ჩაეფარებინა და ახლა საკუთარი ფეხით შაბრძანდა ნიუ-იორკში და თვითონ წარდგა ამ დასავლეთის წინაშე. მოდი ხა უყუროთ და აი შევაფასოთ სარკასტულად ვაპირებ ეს ამას სერიოზულად მოვიდა მე შევაფასებ ხა? რასი არა. აგერ მაკრონი და პრეზიდენტი ალ-შარა ერთმანეთს ხელს ართმევენ. აქ ალ-შარამ თქვა რომ ზეგამდე 20 ლარი ხო არ გექნებაო? მე უთარგმნის ამას ფრანგულად მაკრონს. ერთი ნახევარ საათით ადრე მაინც გეთქვაო, კაირს ტრამეს ვასესხეო და აღარ მაქვსო. ხო, ნუ აი, სასაცილოა ხალხო, აი, თქვენ წარმოგიდგენიათ ხა? ანუ ტიპი რომელიც იყო ალ-ქაიდა, ანუ ალ-ქაიდა არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები დაასდევს 2000 წლიდან, როდესაც მას შეტენეს 11 სექტემბრის ტრაგედია, მას შეტენეს აბსოლუტურად ყველანაირი სასაკლაო რაც ახლო აღმოსავლეთში, ესე თქვა, იმართებოდა და დღეს, ანუ გაეროს ანსამბლეიდან, აი შარლ კოსტუმი, წვერი გაიპარ საოდნავ, სალონში იყო მისული, მოწესრიგდა, რუჯი დაიმატა, კაი შარლ კოსტუმი უყიდეს და დასვეს და ასაუბრებენ სოფლიოს წინაშე. ანუ წარმოგიდგენიათ თქვენ, ანუ ამ ადამიანზე იყო 10 მილიონი ჯილდო გაცემული. რომ ცოცხალი ამ მკვდარი ჩაებარებინათ. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ანუ რამდენად ირონიულია და რამდენად ყალბია მთელი დასავლური პოლიტიკური ესტაბლიშმენტი, რომ ეს კაცი ბედავს გამოდის და დგას ტრიბუნაზე და გვესაუბრება რაღაც მშვიდობაზე და სხვათა შორის ისრაელის გააკრიტიკა ეხა ამან და ისრაელს ეს გააკლდა კიდე იქვე ყავს ყურიზირში. كل من تلطخت يداه بدماء الأبرياء إلى العدالة. في ذات السياق لم تهدأ التهديدات الإسرائيلية ضد بلادنا منذ 8 ისრაელის საფრთხეს გვიქმნისო ისრაელმა არ ვიცი ამბავ ვიცი თუ არა, ანუ სირიაში არსებობს ესეთი ხალხის დაჯგუფება, რომელსაც დრუზები ეწოდებათ, რომლებიც არიან ეთნიკურად ებრაელები, მუსლიმანური რწმენის და როდესაც რაიმე აჯანყება ან მათი შევიწროება ხდება, ისრაელი ყოველთვის სამხედრო ესე თქვა სტრატეგიულ ესე თქვა ობიექტებზე ახორციელებს დარტყმებს და ყველაფერს ამით ამართლებს ხოლმე, რომ აი ჩვენი ხალხი იჩაგრება იქ და ასე შემდგომ რა. وإلى اليوم وأن السياسات الإسرائيلية تعمل بشكل يخالف الموقف ისრაელის თავრობა და პოლიტიკოსები წინააღმდეგობაში მოდიანო საერთაშორისო პოზიციებთანო ანუ აი სასაცილოა ხო გეუბნებით რა سوريا وشعبها في محاولة لاستغلال المرحلة الانتقالية مما يعرض المنطقة إلى الدخول بدوامة صراعات جديدة لا يعلم أحد أين تنتهي وإزاء ذلك تستخدم سوريا الحوار والدبلوماسية ანუ კრიზისის დროს სირია მიმართოს დიპლომატიურ გზებსო ეს ახალი ტერმინებია მისთვის ბუნებრივია ხა დაწერილია და კითხულობს
لتجاوز هذه الأزمة تتعهد بالالتزامها باتفاق فضل. ხო, ეს 1964 წლის შემდგომ პირველი შემთხვევა, როდესაც სირიის წარმომადგენელი პრეზიდენტი ოფიციალურად გაეროს ტრიბუნიდან საუბრობს, ესეც ისტორიული ფაქტი. اشتباك لعام 1974. ხო, და მე აღერ ითამაშეც მოვაგერ კალათბურთი და შეიძლება მაიამი ჰიტის მესამე დრაფტის პირველი პიკი გახდეს ალშარა და ძალიან კაი სამქულიანებს ისროდა სხვათა შორის. ნუ თუ პოლიტიკოსად არის ვარგა შეიძლება NBA მაინც დაიტოვოს, ამიტომ fair enough ეს რომ თქვა. ეს დიდხანს ჩალიჩავდნენ, რომ ეხლა კონკრეტულად ის კადრები ჩაისვათ, სადაც ის სამქულიანებს აკეთებს. ნუ ბუნებრივია, ესაც პროპაგანდის ნაწილია ყველაფერი. აგერ შეხედეთ. დონჩიჩი ვიდის რუსიმენე შორიდან რა. ხო, ეხლა უფრო დიდი ირონია, მოემზადეთ ამისთვის, ეს არის უფრო დიდი ირონია, ანუ სერიოზულად გეუბნებით. CIA-ის ყოფილი დირექტორი ინტერვიუზე უზის ალ-კაიდას ყოფილ ტერორისტს. აი ესეთი რამე რო გეთქვათ თქვენ დაახლოებით 6 თვის წინ, აი შეიძლება სიცილით, აი ჩავბჟირებულიყავი და ეგ დავცემულიყავი სადმე. ეს რეალობაა. აი გზნობდა სიყალბის აი აყრულებულ პოლიტიკურ მეინსტრიმს და წარმოიდგინე ესე რომ თქვენ მორალს გიკითხავენ, ახლა როგორი უნდა იყოს თქვენი ხვალინელი დღე. ხო, ჩვენ ვიყავით სხვადასხვა ადგილასო. I was commanding is a surge in the Iraq. ნახეთ რო ეცინება. უფროსი ვიყავი ერთ-ერთი ბატალიონისო. USA Forces 3-5 წელს განმავლობაში. 4 ვარსკვლავი მაქვს თან ეგეც რო თქვა, ნახე 4 ვარსკვლავის გენერალი ვიყავი. Which your forces liberated from the murderous Bashar al-Assad regime. და თქვენმა ძალემაო გაანთავისუფლესო ბაშარ ალ-ასადის რეჟიმიო და სირიელ ხალხსო. ანუ liberation, ანუ განთავისუფლება. ანუ ხო და ხა ამ ტიპმა დაამყარა იქ დემოკრატია. ხო, ეს მეორე საინტერესო რამ. და თქვენ ხართ მონაწილეობა პირველი ამ გაეროს გენერალური ასამბლეისო. თქვენი ქვეყნის წარმოადგენელი. Please help us understand. ეხლა გთხოვო რა გაგვაგებინო, ეს მეც მაინტერესებს. შენ ალ-კაიდაშიო? ერაყში 20 წლის წინო? იმყოფებოდიო და ახლა ხარო სირიის თავარი კაციო რა, ნიუ-იორკში. აი ხარი პასუხი ძალიან საინტერესო რა, ეს უნდა კარგად უნდა ისაუქნათ. აი ხა პასუხი ამის მართლა რა პასუხი აქვს მაინტერესებს. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთ დაპირისპირებაშიო. მე შევცვალეთ ეს ყველაფერიო, თან იღიმება თვითონ წამოსავსეც. Yes, sir. Someone who went through war is one who knows most the importance of peace. The past has its rules when it comes down to traditions and rule and traditions and the customs of that day. When we want to judge it, we have to judge it based on these phases. ანუ სხვადასხვა იმით უნდა განვიხილოთ, ანუ მაშინდელი პერსპექტივით, ანუ ჩვენ როგორც იყო მაშინო რა, ვერ შევაფასებთო. ანუ დღევანდელი პრინციპებითო მაშინდელი რეალობა ჩვენ ვერ შევაფასო, ანუ ორივე განსხვავებული სცენარიაო რა, ანუ მაშინ რომ ალ-კაიდაში ვიყავიოდ ხა იმაშიო რა ქვია, ამერიკას მაგისტრის ჭირდებოდი, ხა ამერიკას სხვა რაღაცისთვის ჭირდებიო და მონებრივიაო სირიას როგორც ხსნელად ისე მოვევლინეო რა. We cannot judge the past based on the rules of today and ხო, აი მაგას ვამბობ რა, ანუ წარსულის იმებითო დღევანდელი იმებს ნუ გავშითო რა. Not judge today based on the rules of the past. აი სასაცილოა ხო გეუბნებით, ანუ აი სერიოზულად ხალხო, ანუ მართლა მეცინება, რაზე მეცინება, რომ ანუ ეს ხალხი, ანუ გაეროს ხო არანაირი ძალა არ აქვს, ტრამპმაც კარგად აღნიშნა, რომ ანუ და საკმაოდ ვრცელი გამოსვლა ქონდა დონალდ ტრამპმაც, მაგანაც გააკრიტიკა, რომ საიმიგრაციო პრობლემები გაქვთო იქო, არც გიცდიათ უკრაინაში ომის დასრულებაო, მე როდესაც პრეზიდენტი არ ვიყავიო, არაერთი პრობლემები აქვს თქვენ შემოვალ ქვეყნებსო და ნუ ტრამპმა ტრადიციულ სტილში ბუნებრივია როგორც ამერიკა არის ხა ქვეყნერების მამამთავარი გააკრიტიკა აბსოლუტურად ყველა და ყველაფერი, მაგრამ აი სასაცილო უბრალოდ არის აი ეს ადამიანი კიდე რა, აი ეს ადამიანი რომელიც ხო გეუბნებით, ანუ ომში იმყოფება, ანუ ომშია, ტიპი არის ომში. და გაეროს, ანუ იმისათვის რომ გაეროს ტრიბუნა ისარგებლო იმით, რომ არაპოპულარული ლიდერი ხარ უკვე, ხალხის მიერ არჩეული აღარ ხარ, ხალხ შენი წასვლა უნდა, უკრაინა სისხლში ხრჩობა, უკრაინა ომს აგებს და ბევრი პრობლემა აქვს და გამოდის და ანუ საქართველოზე საუბრობს ხალხო. აი მართლა მაინტერესებს, რომელი დურბინდით გავიხედო, არ ვიცი, აივნიდან და სად ვარ რუსეთზე ჩამოკიდებული, მართლა მაინტერესებს. აი რაში ჩანს რომ საქართველო არის დამოკიდებული რუსეთზე. რუსული სამხედრო ბაზები მიდგას თბილისში.
რუსეთის მიერ დაფინანსებული პოლიტიკოსები მყავს საქართველოში. რუსეთს უნდა და ვერ ამთავრებს საკუთარ მისიას. ანუ რა ხდება ამ საქართველოში ისეთი რაც მე არ ვიცი და რაც რუსული. ანუ მართლა რუსული დამყარდა როგორც ჩობლიური ენა. რუსულად მიდის კინოების ჩვენება. აი რა ხდება ამ საქართველოში რუსული მართლა ანუ შეიძლება მე ვერ ხედავ რაღაცებს. ანუ ყოველდღიურად 5-6 საათს მინიმუმ გარეთ ვატარებ. ანუ შეიძლება რაღაცები არის რუსული და მე არ ვიცი. აი ეს თუ არ არის მავნე პროპაგანდის ნაწილი, რომელიც ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება დიდი დისკრედიტაცია გაუკეთონ საქართველოს სახელმწიფოს და იმისათვის, რომ ჩვენ მათ სცენარს არ ვთამაშობთ და არ ყვებით ამ პოლიტიკურ მარაზმში, რასაც ეს კლოუნი აკეთებს და მეორე ფრონტ საქართველოს არ ხსნიდა მთელი ამდენი ხნის განმავლობაში, სადაც იყო ძალიან დიდი ირიბის ზეწოლა, რა თქმა უნდა. ანუ ამის გამო ვარ მე რუსეთზე დამოკიდებული, როდესაც პოლიტიკას ვადგავარ, როდესაც ვირჩევ მშვიდობიან გადაჭრას ამ პრობლემების, როდესაც ვირჩევ დიალოგს ჩემ მეზობელ ქვეყნებთან, როდესაც ვირჩევ საერთაშორისო სატრანსპორტო კორპორაციების აქ ისე გავლას, რომ რეგიონალური სამშვიდობო ჰაბები შექმნას, რომელიც იქნება ჩემი უსაფრთხოების გარანტი. ანუ რა არის რუსული აქედან? ანუ მართლა გულს შეიძლება მართლა მე ვერ ხედავ და მინდა დავინახო რა არის ამ ქვეყანაში რუსული. აი რითი გავს საქართველოს რუსეთს? საქართველოს არის ერთადერთი ამიერკავკასიაში ქვეყანა, სადაც ყველაზე დიდი ანტირუსობა არსებობს, როგორც პროპაგანდა. ანუ ჩვენი მეზობელი არის აგერ ჩეჩნეთი, დაღესტანი, სადაც რუსულად საუბრობენ, რუსულია ყველაფერი, ანუ საკუთარ თავის რუსეთის მოქალაქეება თვლიან. აგერ გაიხედავ სომხეთში, კი აქ ეხა დაძაბულობა არა, მაგრამ გაიხედავ მეორე ენა არის მთავარი რუსული, აგერ აზერბაიჯანსაც აქვს რუსეთთან დაპირისპირება, მაგრამ მაქამდე შვენიერი მიმოსვლა ჰქონდათ, უფრო გაცილებით მეტი რუსული რამე იყო, უფრო მეტი რუსული ავტოკრატია. ანუ აი საქართველოს არის ქვეყანა, სადაც გვაქვს ვიზა ლიბერალიზაცია. ანუ ევროპა შეგიძლია თავისუფლად ჩახვიდეს, თავისუფლად ჩამოხვიდე. გვაქვს სავაჭრო შეთანხმებები დადებული და ვართ ასოცირების წევრი ქვეყანა ევროკავშირთან. ამერიკას განვიხილავთ როგორც სტრატეგიულ პარტნიორად. ნებისმიერ მოქალაქეს საქართველოში აქვს იმის უფლება, რომ პუტინს, გინა ხუილო ეძახოს და რაც უნდა, არავინ ამას შეზღუდული არ არის და ქართული პოლიცია მას არ იჭერს ანტირუსულ განცხადებებზე, ჯერ მე ერთი შემთხვევა წარმახსენდება, რომ ვინმე საქართველოში რაღაც რუსოფობის გამო დაიჭირათ, რაც იმაზე მეტყველოს, რომ free speech-ი და თავისუფალი სიტყვა არის ამ ქვეყანაში. აი რაში გავარ ამ რუსეთს? იქნება მე კიდევ რაღაც ინფორმაციები არ მაქვს რეალურად. რუსული მაღაზიებია გახსნილი თბილისში. აი რა არის ამ ქვეყანაში? ხო გეუბნებით ეს არაფერი არ არის აქ რუსული. საქართველოს არის დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყანა. როგორც ყველა დამოუკიდებელ სუვერენულ ქვეყანას მას ისიც ვალდებულია რომ თავის მეზობლებთან დაალაგოს სიტუაცია, ეს მოწონს თუ არა, ეს იქნება თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევიცადოთ იმას, რომ მოვახდინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეკონომიკის გამტკიცება და საზოგადოებისთვის ამ ზნეობრივი და მორალური და ღირებულებრივი განათლების ამაღლება, რაც არის პრიორიტეტი საქართველოსთვის, ხო? უბრალოდ აი ეს მასხარა, ეს მასხარა, რომელიც არის კოკაინის მომხმარებელი, რომელიც კადრი აღარ არსებობს უკვე რამდენი ვიდეო შემხვდა იქს, რომ ტიპი ისეთ განგრეულ კაიფში ხვდება მაკრონს, სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებს. იმდენად ღია ეს ყველაფერი. და იმდენ კორუფციულ გარიგებაში ეს ადამიანი მხილებული, რომ როგორ ბედავს და გამოდის და აკრიტიკებს საქართველოს, ვერ ხვდები მართლა. აი საქართველოში მედასავლელების ის ნაწილი, რომლებიც ზელენსკის ხსნელად თვლიან, ხო? როგორ შეიძლება ხსნელად მე ჩავთვალო ისეთი ადამიანი, როდესაც რუსეთის შეჭრიდან რამოდენიმე დღეში ზელენსკიმ არ მოახდინა რაღაც კონკრეტული ოლქების ევაკუაცია იმის გამო, რომ ჩვენი სამხედრო მიზნები იშლებოდა ამით. ამაზე არისტოვიჩი გამოვიდა, ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მყოფი ეს ცნობილი ასევე მასხარა ეგეც, რომელიც ახლა მოულოდნელად ზელენსკის გადაუდგა, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე კრიშავენ. მე დარწმუნებული ვარ რუსეთი კრიშავს დღემდე და მე 100%-ით მჯერა იმის, რომ ზელენსკი არის ორმაგი აგენტი რუსეთის და ის ემსახურება იმას, რომ მთელი ტერიტორიები გადააბაროს. ეს არის კარგად გამოყვანილი ახალი მიხეილ სააკაშვილი, ბასკიროლების ძაღლი, რომელიც კარგად განასახიერებს პოლიტიკურად მას. უბრალოდ ბევრად დახვეწილი ხა ზელენსკის სააკაშვილთან შედარებით და დახვეწილია ბევრ რაღაცაში და ბუნებრივია რაღაც გარანტიები აქვს, თორე ეხა შენ უკრაინის განადგურება გინდოდეს, ეხა FSB-სთვის ზელენსკი არაფერი არ არის, რომ მოიშორონ, ერთი გენიალური რაიმე ოპერაციით. უბრალოდ ამ ყველაფერს იმედომ ახანგრძლივებენ და ეს ადამიანის ეს არხეინად იმედომ დადის, რომ იცის ეს არის აგენტი რეალურად, რომელიც ემსახურება ნაწილი დასავლეთს, დემოკრატებს, ამერიკაში ვინებიც იყვნენ deep state და მეორე რუსეთთან გარიგებული. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც გამარჯვებული გამოვა რუსეთის და ამერიკაც. უკრაინა და ცოდვა უკრაინელი ხალხი. მე გულწრფელად მეცოდება ის უკრაინელი ხალხი, ვინც ამ ადამიანს ხსნელად მიიჩნევს.
ამ ადამიანმა საკუთარ ხალხს ისეთი რამეები დამართა, რომელსაც უკრაინა ვერ ჩამოირეცხავს მომდევნო 100 წელი. და ეხლა ხო ვინც გინა გმირად მივიჩი, როგორ შეიძლება გმირად მივიჩნიო მე ის ადამიანი, რომელსაც საკუთარი მოსახლეობა გაწირა. ევაკუაციაზე მაქვს საუბარი, აქ ომის თავიდან აცილება ძალიან ღრმა პოლიტიკაა და ამაზე არაერთხელ მაქნან მშელობა გაკეთებული და ამას აღარ ჩაუყვები რომ შეელოთ ეს ომი წაერიდებინათ, მაგრამ კაი რახან არ გააკეთეს, საკუთარი მოსახლეობა დატოვა იმის გამო და პლუს დამატებული ამას ახლა 2 თვის წინ გავრცელდა ეს ინფორმაცია 2 თუ 3 თვის წინ უკრაინამ არ მიიღო საკუთარი, როდესაც ძევლების გაცვლა ხდებოდა გარდაცვლილი ესე ვთქვათ უკვე ჯარისკაცების, არ მიიღო საკუთარი ჯარისკაცები. იმიტომ რომ კომპენსაციის სახით ზელენსკის უნდა გადაეხადა მათი ოჯახისთვის ძალიან ბევრი ფული. და რომ ეს ფული დაეზოგათ, რა გააკეთეს იცით? რუსებს შეატოვეს ხელში კუბოები. გადადით ჩემი თუ არ გჯერა და ეს ახლა შეამოწმეთ. 2-3 თვის წინ არის აი ამ ზაფხულზე მოქვს საუბარი დადებული. ანუ ეს მარაზმი რეალურად არის გმირობა? რომელი გმირი მეფე ან თავარსარდალი საკუთარ მოსახლეობას შეაწირავდა მტერს? არც ერთი. ეს არის უბრალოდ კლოუნადა და ნერვები იმაზე მეშლება, რომ აი ესეთი კლოუნები რეალურად მეინსტრიმ პოლიტიკაში გვარიგებენ ჩვენ ახლა გაეროს გენერალური ასამბლეიდან ჭკუას. ანუ მართლა ნორმალურ ადამიანს წყობილებიდან გამოგიყვანენ. ანუ სერიოზულად ვამბობ. წყობილებიდან გამოგიყვანენ, როგორ შეიძლება შენ ახლა იყო დაცემული ბოლომდე. აი დასავლეთზე მაქვს, აი კოლექტიურ დასავლეთს საუბარი, რომ ეს ორი ადამიანი გამოიყვანო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და დასვა როგორც პოლიტიკური აქტორები. ეს არის სრული ფატალიზმი და სრული მარაზმი და სრული კრიზისი დასავლეთში რაც ხდება რეალურად რა. და ნენელა ეს ყველაფერი ამოტივტივდება. არავის არ ეგონოს, დღეს არის კენედის პერიოდი და 60-იანი წლები ამერიკის. დღეს არის მეტად free speech-ი, უფრო მეტი გაშუქება ხდება ამ ყველაფრის, მეტი თვალი არსებობს, მეტი ინფლუენსერი არსებობს, მეტი პოდკასტერი არსებობს, დღეს ვეღარ დამალავ ბევრ რაღაცას. ანუ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. და იმდენად მოკლე ფეხები აქვს, რომ აი ეს ფეხები ორივეს გარშემო ისე აიბღლანდებიან ამ ყველაფერში, რომ საკუთარ თავს და საკუთარ სიცოცხლეს აგერ მე გარანტიას გაძლევთ, აი ყოფილ ალ-ქაიდას ალ-შარასაც გამოიყენებენ, ამასაც გაასახებენ ბოლოს და ზელენსკი ბოლოს უკვე რუსეთს შეაფარებს თავს. აი მე ამის გარანტიას თქვენ გაძლევთ. მე ამის სრულ გარანტიას თქვენ გაძლევთ, რომ ზელენსკის ბოლო ციხესიმაგრე ეს იქნება რუსეთი. სადაც ის როგორც პოლიტიკურ თავშესაფარს იპოვის და შეაფარებს თავს. მოვა ის დრო ძალიან მალე. უბრალოდ მთელი ამ დროის განმავლობაში რომ ოფიციალური საქართველო იყო ყველაზე ნორმალური ამ საგარეო პოლიტიკაში და ხდებოდა რავი შეშმაკობები ხდებოდა ჩვენს გეოპოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე, სწორედ აქედან გამომდინარე არავიზზე არ ამყარებს საქართველო საკუთარ ფსონებს, არც დასავლეთზე, არც აღმოსავლეთზე და არც ერთ მხარეზე საერთოდ. ჩვენ ბუნებრივია მონაწილეობთ როგორც პოზიციონერობის პოზიციიდან გამომდინარე, რომ დღეს შემთხვევით შეიძლება მოკავშირე იყოს ამერიკა, ხვალ ჩინეთი, ზეკა ევროკავშირი, გააჩნია ჩემ ქვეყანას რა ჭირდება და ბუნებრივია ნორმალური გეოპოლიტიკოსისთვის და საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ნორმალურია სავსებით, რომ შენი პოლიტიკური მრწამსი არის პრაგმატული და ექვემდებარება პოზიციონერობას. ეს ნორმალური, ეს არ არის გუბას სანიკიძეობა. გუბას სანიკიძეობა არის ფილოსოფიური დოქტრინა, რომელიც ნიშნავს დღეს შეიძლება იყო მემარცხენე და ხვალ მემარჯვენე გახდე. ეს გუბასანიკიძეობაა, ესეთი სინდრომია პოლიტიკური. მაგრამ ჩვენ ხო არ ვართ ეგენი. ამიტომ არ მესმის უბრალოდ, არ მესმის, როგორ შეიძლება ჩვენ ამას ნორმალური ვიწოდოთ. აი, თქვენი აზრი გამოთქვით კომენტარებში, როგორ აფასებთ ამ ყველაფერს. ხო და იმაზე კიდე, რაზეც ალ-შარამ ისრაელზე თქვა, ფრთხილად იყოს, იმიტომ რომ ისრაელს უკვე სამიზნეში აქვს ამოღებული ახლო აღმოსავლეთში და განსაკუთრებით ფრანგული ბაზები იქ. 8 თვის წინ დაბომბა აგერ ბოლოს ფრანგული ისა რა ქვია ბენზინგასამართსადგური ლიბანში. ამიტომ ფრთხილად იყვნენ, ფრთხილად, იმიტომ რომ დღეს რაღაც უფრო მეტად ყრულდება თელს ამ დასავლურ პოლიტიკაში სიტუაცია და ეს ორი დიდებული ძალა, რომელიც ერთმანეთს ეჯახება, ნენელა საკუთარ მარიონეტებს ისე აჩენენ, რომ შენ ამ შემთხვევაში თუ აი ესე მყარი პოზიციები გამოავლინე, ხო, შენ შეიძლება მხარე აღმოჩნდე და მხარე თუ აღმოჩნდი, მეორე მხარე შენ რა თქმა უნდა შემოგიტევს. აქედან გამომდინარე, საქართველოს ძალიან კარგად გას, რომ ინარჩუნებს ნეიტრალურ პოზიციას ამ შემთხვევაში. მე სრულიად ვეთანხმები ამ ყველაფერს. როგორც კი აქ პოზიციონერობას დაიწყებ ისე რომ მხარე უეჭველი ერთი მხარე, ანუ რაღაც ბაბლის წევრი ხდება პოლიტიკური, ხო ამ შემთხვევაში უკვე ბევრი პასუხისმგებლობა შენ კი სერცედავს. შესანიშნავად ართობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მისიას და თავის მოვალეობას თავს ჩემი ღრმა რწმენით. იმიტომ ესენი არიან ჩვეულებრივი კიდევ ერთხელ ჯამბაზები, რომლებიც ხვალზე დაასრულებენ თავიანთ პოლიტიკურ და შეიძლება საკუთარ არსებობასაც.
რავი, დაწერეთ თქვენ დაბლა კომენტარებში რას ფიქრობთ ამ კოლონადასთან დაკავშირებით, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და რამე სიახლეებით თუ იქნება ამ დღეებში, მე ხო იცით, არასდროს არ მეზარება და ჩემი ნება რომ იყოს ყოველდღე ჩავწერდი ვიდეოებს. მაგრამ ყოველ მესამე დღესაც საკმარისია, დროებით.